მოგესალმებით. გთავაზობთ ეროვნული გამოცდების კერძოდ 2024 წლის გამოცდის ფიზიკის გამოცდის 38 ამოცანას. ეს სამქულიანი ამოცანა არის და მისი შინაარსი შემდეგია. ესე იგი, M-მასის ბურთულა, ეს არის M-მასის ბურთულა, ორივე სიჩქარით ცენტრულად ეჯახება თავიდან უძრავ მეორე ბურთულას. დრეგადი დაჯახების შემდეგ აირეკლება მისგან და მუდრობს საწინააღმდეგო მიმართულებით V სიჩქარით. ეს პირველ ბურთულაზეა საუბარი. განსაზღვრეთ მეორე ბურთულის მასა. ამის მასა არ ვიცით, ამისი მასა უნდა გავიგოთ, M2 თავნიშნოთ ამისი მასა. ეს არის კითხვის ნიშანი. აგრეთვე არ ვიცით ამ მეორე ბურთულას მიერ შეძენილი სიჩქარე, ხო, შეჯახების შემდეგ თავიდან ნულია მისი სიჩქარე, მაგრამ შეჯახების შემდეგ ხო რაღაც სიჩქარე შეიძენს ეს აქეთკენ წავა რა. და ეს V2-ც არ ვიცით. ორი უცნობი გვაქვს, ასე ვთქვათ, ხო? V2-ც კითხვის ნიშანია, არ ვეკითხები, მაგრამ უცნობია. კარგით, მოდით დავიწყოთ და ვისარგებლოთ თავიდან, ესე იგი, იმპულსის მუდმივობის კანონით. ესე იგი, დაჯახებამდე ამ ორი სხეულის იმპულსების ჯამი, აღნიშნოთ P-1, ხო? ეს იმპულსი ვექტორული სიდიდეა, მოდით პირდაპირ მისი გეგმილი ავიღოთ რა, Px, x ღერძი ავირჩიოთ, ესე დადებითი მიმართულება აქეთკენ, ხო? დავაგეგმოთ ეს ყველაფერი ამ ღერძზე. და ეს Px-ი ტოლი იქნება 2m-ი. 2m გავამრავლოთ ეს. აი ეს. რაც V არის ამისი გეგმილი x ღერძი რა. გეგმილი x ღერძი Vx. ხო, ეხლა შეჯახების შემდეგ თითოეული ამ ბურთულას იმპულსი შეიცვლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯამი იგივე უნდა დარჩეს, ამიტომ Px-ი არ შეიცვლება, იგივე Px-ი იქნება. და ეს ტოლი იქნება ოღონდ -mVx-ი, ეს მინუსით იქნება უკვე საპირისპირო მხარეს დაიწყო მოძრაობა და იმისი მეორეს იმპულსი იქნება +m2v2. ეს v2 არ ვიცით, v2x-ი ხო, ეს სიჩქარის გეგმილი. მეორე სიჩქარის გეგმილი ისაა. იმპულსის მუდმივობის კანონის თანახმად ეს ორი სიდიდე ერთმანეთის ტოლია, ხო? 2mvx-ი ტოლია -mvx + m2v2x. მოდით დავწეროთ ეს ესე რა, ესე იგი m2 v2 x-ი თავნიშნოთ ეს კიდე. ახლა გეგმილია უდრის და გამოვაკლოთ ესე, ხო? -mvx-ი, -mvx-ი, mvx-ი. ეს ტოლი უნდა იყოს 2mvx-ის, 2mvx-ის და მაგიდან მივიღებთ ასეთ რაღაცას, ნუ m2 v2 x-ი უდრის 3mvx, 3mvx. კარგით. ეხლა ავიღოთ მოდით აქ ორი უცნობი გვაქვს, m2 და v2, ხო? ორივე უცნობია და ამიტომ მეორე განტოლება გჭირდება. ამისთვის ვისარგებლოთ ეხლა ენერგიის მუდმივობის კანონით. ნუ თავდაპირველად კინეტიკური ენერგია E, კინეტიკური ამისი ამ ორი სხეულის კინეტიკური ენერგიების ჯამი, ტოლია, კინეტიკური ესე ხო? ტოლი არის. პირველის კინეტიკური ენერგია არის m-ი, უნდა გავამბობთ 2v კვადრატში 4mv კვადრატ ნახევარი რა, 4mv კვადრატი შეფარდებული 2-თან, აი ესე. ხო, mv კვადრატ ნახევარია რა, და ამის სიჩქარე 2v რახან არის, კვადრატში რო ავა 4v კვადრატი იქნება და მეორე სიჩქარე 0-ია, შესაბამისად კინეტიკური ენერგიის 0-ის ტოლია. +0. შეჯახების შემდეგ კინეტიკური ენერგია თითოეული ამ სხეულის შეიცვლება, მაგრამ ჯამი იგივე უნდა დარჩეს და ესე იგი კინეტიკური ტოლი იქნება ახლა mv კვადრატ ნახევარი, mv კვადრატი შეფარდებული 2-თან პლუს m2 v2
კვადრატი შეფარდებული 2-თან. აი ესე. და აქ ჩვენ გვაქვს ეგეთი რაღაც, რომ ესე იგი ხომ ესენი ტოლია ერთმანეთის და შეგვიძლია გავუტოლოთ ერთმანეთს. ესე იგი აი ესეთი m2 v2 კვადრატი შეფარდებული 2-თან, ტოლი არის 4m ამას ხო 4mv კვადრატ ნახევარს გამოვაკლოთ, ხო ესე დავწეროთ ჯერ. ამას პლუს m2 v2 პლუს mv კვადრატ ნახევარი პლუს mv კვადრატი შეფარდებული 2-თან. ეს უდრის 4mv კვადრატი შეფარდებული 2-თან. ეს ორები შეგვიძლია შევკვეცოთ, ხო? და ეს mv კვადრატი გადავა იქით მხარეს მინუსით და მივიღებთ მეორე განტოლებას, რომელიც აი ესეთი არის რა, m2 v2 კვადრატში, ხო? უდრის 3 4mv კვადრატს რო mv კვადრატი გამოვაკლო, იქნება 3mv კვადრატი. ასეთი რაღაც. ახლა ჩვენ ეს m2 უნდა ვიპოვოთ. ორი განტოლება უკვე გვაქვს, აი m2 აქაც არის, აქაც არის. v2x არის, v2x და v2 იგივეა. ამის რიცხვითი მნიშვნელობით იგივეა, ხო? ამათი და ამიტომ შეგვიძლია ეს მეორე განტოლება ესეთი სახით აი უკვე სისტემა ესე შევადგინოთ რა, ესეთი. ხო, ესე იგი m2 v2, ამის ქვემოთ დავუწეროთ ეს m2 v2 უდრის 3mv. კარგით. როგორ ამოხსნათ ახლა ეს მოდელი? აი, მოდით ეს ქვედა ავაყვანოთ კვადრატში. აი ქვედა განტოლება. და რა გვექნება? აი აქ დავწერე. ესე იგი m2 კვადრატი v2 კვადრატი უდრის m2 კვადრატი v2 კვადრატი უდრის 9m კვადრატ v კვადრატის. ეს მაგრამ m2 კვადრატი v2 კვადრატი რა არის? ესე იგი ეს m2 მასა რო გავამრავლოთ აი ამაზე m2 v2 კვადრატი, ხო? აი ამაზე. ესე იგი ეს ტოლი არის 9m კვადრატ v კვადრატზე. აი ახლა ამის ნაცვლად მე შემიძლია ჩავწერო აი ეს m2 v2 კვადრატი ხო ეს ამას უდრის 3mv კვადრატს. აი 3mv კვადრატი ჩავწეროთ. ჩავსვათ რა ამის ნაცვლად. და გვექნება რომ ესე იგი m მეორე გავამრავლოთ 3m v კვადრატზე ტოლია 9m კვადრატი v კვადრატი. ეს v კვადრატი და v კვადრატი გაბათილდება, m კვადრატი და ეს m-იც გაბათილდება და 3 და 9 შეიკვეცება და დაგვრჩება აი აქეთ მხარეს 9-ის ნაცვლად 3m, და m2 ტოლია 3m-ის. m2 მასა, მეორე ბურთულის მასა არის 3 მეტი პირველი ბურთულის მასაზე 3m-ის ტოლია. ხო, ამით ეს ამიცანა ამოსნელია. წარმატებებს გისურვებ.